ერთად ცხოვრობდით სასიქიდან ის თათრები ცხოვრობდნენ გზასაკედან ჩვენ ვცხოვრობდით ასე მეზობლები ვიყავით ძალიან ახლო მეზობლები ვიყავით ერთი მეორეში მისვლა მოსვლა კარგი ქონდა სკოლა ერთი ქონდა მეზობლობა თავისუფლად რომ ჩვენ შორის ახლა ღორის ხორცს თათრების საერთოდ არ ჭამდნენ მაგრამ ღორის ხორცს ახლა იმის გულობიში ჩვენ იძულებულს არ გავხდებოდით და არ მტრად არ გადვიქცევოდით ისე მოვიყვანა მამაც ჩემი ისე დაკლავდა ღორსა რომ თათრები ვერ გებულობენ ჩვენ ღორი დავყალით თუ ღორის ხორცს ჭამთ თუ არ ჭამთ ამათგან მე არაფერ არ მახსოვს ცუდი მახსოვდა და ლახა მახსოვდეს ერთი ვიყავით სულ აი როგორც ახლა ვართ მაგალითად მეზობლობაში ისე ვიყავით ჩვენ ჯოსმა იყო ისი ასლანა იყო ბინალია იყო ეს თათრები იყვნენ გვარები რა ქონდა ბლიაძეები იყვნენ ეგენი ბლიაძეები უმეტესი ბლიაძეები იყვნენ სულ ბლიაძეები და გოგოლაძეები მაგრამ ახაც რო არიან გოგოლაძეები და ბლიაძეები მე ვერ ვგებულობ რომ რატო არიან ეგენი Когда нас посадили на машину, чего не было, пустой машины, женщины посадили, мужчины были в армии. Вот. Два-три себя на одну машину сели. Там я расплакал. И бабушка, и другие женщины меня не может успокоить. Что случилось с мальчиком? Что случилось, говорят. Я тоже не знаю, что случилось. Оказывается, сердце плачет. Когда постучали солдаты в дверь, я бабушкой вместе спал. Они объясняют бабушке что-нибудь собирай вещи, чтобы вас будет писать. Он по-русски не знает ничего. Между этим я выскочил на улицу. Солдат меня не обратили внимания, я скочил на улицу, смотрю. Село, все гудит, машина полная, свет, машина свет. Каждый дома одна машина, Посадили, когда мы привезли в Охалское, товарный сейчас называется вокзал. Там погрузили товарные вагоны.